Biznesmeni ნოშრევან ნამორაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური წერილით ეხმიანება, როგორც ის აცხადებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათთან დაახლოებული პირების ტერორსა და მუქარაზე დამყარებულია ბრძოლის მეთოდები. ნოშრევან ნამორაძე აფასებს ქართული ოცნების საქმიანობას და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ღირსეულად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და მშვიდობისთვის. არსებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და ვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათთან დაახლოებული პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ 2013-12 წლებში, ამ ეტაპზე ოპოზიციაში არიან გაერთიანებულები და მათი ბრძოლის მეთოდები უცვლელია. ხელწერაა ცალსახად სტანდარტული და დამყარებული ტერორზე, შანტაჟზე, მუქარაზე, დაჭერაზე, სანქციებსა და ქართველი პატრიოტი ქვეყნის მოსიყვარულე ოჯახების აწიოგებასა და დაჩაგვრაზე. დღეს გვყავს დასანქცირებული ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და სანქციების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჩვენი ქვეყნის ერთგული და მოსიყვარული ადამიანები. მე მაქვს ერთი მთავარი კითხვა ამ ყოველივესთან დაკავშირებით. 2013-12 წლებში ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული პირები ჩადიოდნენ დანაშაულს, სატერორებდნენ მოსახლეობას, ოჯახებს საანადგურებდნენ, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, ქვეყანას პირდაპირ მნიშვნელობით აუხრებდნენ, მაგრამ დასანქცირებულ ადამიანთა სიაში მათი ადგილი ვერ მოინახა, ვერც ადრე და ვერც ახლა. რატომ? ამდენად დემოკრატები და კეთილშობილები იყვნენ? აქ ხომ ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ხელის გულზე დევს და ჩანს. ისინი ყველანაირი მეთოდით მიზან მიმართულად ისწრაფვიან ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ. ეს არის ქართული ოპოპოლიტიკის სტანდარტი სამწუხაროდ. მათი სენია სხვისი გაფუჭება და სხვის უბედურებაზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. ყოველივე ეს კი გაცვეთილია უკვე. ქვეყნის ოპოზიციის სტანდარტი და სწრაფვა უნდა იყოს ორიენტირებული მომავალში ქვეყნის სწორი განვითარების მოდელისა და პროგრამების წარდგენაზე. როდესაც ამ სტანდარტს მიუახლოვდებიან, როდესაც მათი სურვილები იქნება გულწრფელი, სწორედ მაშინ ეშველება ოპოზიციურ სექტორს. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღევანდელი ხელისუფლება 12 წელი ამაყად და ღირსეულად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, წარმატებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და რაც ყველაზე მთავარია მშვიდობისთვის. ჩვენი ყველას ვალია ურთულესად მოპოვებული მშვიდობა დავაფასოთ, არ დავკარგოთ და უმადურები არ ვიყოთ. უმადურობა და დაუნახაობა არ შეიძლება. ჩემთვის კი ყოვლად მიუღებელია. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ადგას ჭეშმარიტ ქართულ გზას და არავის ვასალი არ გახდება. ღირსეულად თავაწეულებმა ვიაროთ. ჩვენი ჭეშმარიტი ღირებულებები, ტრადიციები და მართლმადიდებლობა დავიცვათ. ყოველივე ეს კი ჩვენი უკეთესი სამშობლოს, გაბრწყინებული საქართველოს საწინდარია.